აი მოკლედ ეს მეუბნება რომ გვერდზე გადადიო და deploy from branch main და ალბათ ამას უნდა დავაჭირო. Okay. მოკლედ რაღაცა YAML ფაილი გააძრო კლოდმა და დავფუშე პროსტა გიტზე და რაღაცა pipeline გაეშვა ავტომატურად აი ეს GitHub pages და გადამიყვანა საიტზე. მოკლედ ჩვენი საიტი არის ეხლა დახოსტილი რაღაცა ვაჟადვალ GitHub.io წერტა მე რაღაც ჩვენი პორტფოლიო ვებსაიტზე. всё, მშვენიერი, ეგ არის ჩვენი პორტფოლიო ვებსაიტი გვაქვს. ეხლა რაღაცას რო დავფუშავ, აქ რო შევცვალო ალბათ. აი ამაში .NET developer 2 დავწერო და დავფუშო, ალბათ იქაც ავტომატურად გაეშვება ის pipeline და შეცვლის აქ რაღაცას. აი ეხლა ვეცდები რომ დომეინი მივობა ჩემი და მაგით პრინციპში დავასრულებ დღევანდელ ჩვენს ვიდეოს. მოკლედ ეხლა ჩვენ გვინდა რომ custom domain-ი მივობათ ამას და ვაჟადვალ GitHub.io რაღაცაზე კი არ იყოს. просто ვაჟადვალიშვილი წერტილი რაღაცა იყოს საიტი რა. ეგ domain-ი შეგიძლიათ Namecheap-ზე იყიდოთ. სტუდენტი თუ ხართ ძალიან კაია. მე მგონი უფასოდ გეკუთვნით ერთი ეგეთი მეილი. ხა მე ეს ვიყიდე ვაჟადვალიშვილი წერტილი საიტი. $1 მივეცი თუ რაღაცა. თითქმის უფასოა რა, შეგიძლიათ უბრალოდ შეხვიდე და ერთი ეგეთი რაღაც დომეინი იყიდო. ეხლა გვინდა რომ ეს დომეინი მივობა